არ შეიძლება რომ დევნილის ხმა მაშინ ისმოდეს, როცა ცეცხლი უკიდია. აღარ შეიძლება ეს. არ შეიძლება ესე გრძელდებოდეს, რომ დევნილებს 15 წუთიანი ეთერი, ან 10 კაცის შეკრება, ან სოლიდარობა, ან აი ამ შენობაში მომუშავე უნიათო და უღირსი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ფულის კეთები, რაც რუსებმა ვერ გვიქნეს იმას, რომ გვიშვებიან აი ამ შენობაში მომუშავე ადამიანები, აი ესე აგრძელებდნენ ყოფნას, ვითომ არაფერი არ მომხდარა და აი ესე თუნდაც 1 საათით ექნებოდა მხოლოდ დისკომფორტი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მოგონება და ბავშვობის არის ბაგების ტუტქალაქში ცხოვრება, რომელსაც ჰქვია დროებითი კომპაქტური ჩასახლების ადგილი. დროებითი არის ამ ეტაპზე ითვლის 32 წელს დროებითობა ამ ჩასახლების ადგილის. ბაგების ტუტქალაქი არის ერთ-ერთი მაგალითი მხოლოდ კომპაქტური ჩასახლების ადგილის. ასეთი ჩასახლებები არის თბილისში ბევრი, ასევე არის სამეგრელოში, არის იმერეთში, არის სხვადასხვა რეგიონებში, არის გურიაშიც. ეს შენობები როგორც წესი არის ყოფილი სახელმწიფო საკუთრების შენობები. ეს შენობები არის ბაღები, სკოლები, გამგეობის შენობები, სტუდენტური საცხოვრებლები და ასე შემდეგ. მე გეტოს ვეძახი ამას, რომ ვიძახი, რომ გეტოში, დევნილების გეტოში გავიზარდე მეთქი, იმიტომ რომ მართლა გეტო იყო ეგ, სადაც ჩვენ ცხოვრობდით და სადაც დღემდე ძალიან ბევრი დევნილი ცხოვრობს. და სხვათა შორის წელს არც ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილების ქართულ ოცნებას არჩევნები არ მოუგია. ეს ალბათ რაღაცას ნიშნავს. აქ ცხოვრება იყო წყლის რიგში დგომა. წყლის ოთახი გქონდა ცალკე, სადაც მარტო იქ მოდიოდა წყალი, ანუ სახლში წყალი არ გქონდა. მაშინაც კი მე ვიცი რომ ბევრ თქვენგან სახლში წყალი არ გქონდა ბევრი წელი 90-იანებში, მაგრამ ჩვენ მაშინაც არ გქონდა, თქვენ რომ გქონდათ უკვე წყალი. 18 კვადრატულში ჩემს ოჯახში მაგალითად ვცხოვრობდით 5-ით, 18 კვადრატულ ბინაში. თამაშობდით, ბავშვები ვთამაშობდით ფოიეში, რომელიც 2 ბლოკს აკავშირებდა ამ კორპუსების და ამ ფოიეში იყო გახსნილი შახტა ლიფტის, რომელშიც არ ვიცი როგორ როდის შეიძლება და ვინმე ჩავარდნილი იყო და ჩავარდნილან კიდაც იქ ადამიანები და დაღუპულან. აბსოლუტურად ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ყოველგვარი ღირსეული პირობების გარეშე, ყოველგვარი ადამიანური პირობების გარეშე ცხოვრობდით ჩვენ აქ. ამ ქვეყანაში არიან დევნილები, რომლებიც ყოველ წელს, თუ ყოველ 4 წელში, თუ როცა იქნება, როცა ეს მახინჯი, უსახური და უნიათო სახელმწიფო გამოაცხადებს, რომ აი ახლა დაგთვლით, დაგითვლით ქულებს, ვის უფრო გეკუთვნით სახლი და მაგალითად თუ ომში ვინმე დაკარგეთ და ოჯახის წევრი მოგიკვდათ 3 ქულას დაგიწერთ, ამაში ეგ 3 ქულით ფასდება. მერე ჩაგაყენებთ რიგში და ამ რიგში იქნებით წლები. და ამ რიგიდან რომ გამოხვალთ, რაღაცას მიიღებთ. ეს რაღაცა სხვათა შორის შეიძლება იყოს 20,000 ლარი, რომლითაც როგორც გინდა ისე უნდა იყიდო აი ამ ეკონომიკურ პირობებში, ამ პირობებში რაც ღირს ძალიან კარგად იცით, მაგალითად უძრავი ქონება, აი ამ ფულით შეგიძლიათ იყიდოთ რამე და შეაფაროთ თავი. მაგალითად დევნილმა არჩევანი უნდა გააკეთოს დევნილია თუ სოციალურად დაუცველი. იმიტომ რომ თუ სოციალურად დაუცველი სტატუსი გაქვს, დევნილი აღარ ხარ. დევნის დახმარებას აღარ იღებ იმ 45 ლარს დალოცვილს. აღარ ვილაპარაკებ იმ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, რომელსაც ეს სახელმწიფო, რომლითაც ეს სახელმწიფო დევნილებს ნიშნავდა კეთროვნებად ყოველთვის. მე მახსოვს ძალიან კარგად, რომ მე ბავშვობაში მრცხვენოდა იმის, რომ ვიყავი დევნილი. ოღონდ ეს ჩემი ოჯახიდან არ მოდიოდა. მე არ მახსოვს, არ მახსენდება შემთხვევა ჩემი ოჯახიდან, როცა მე ვიყავი შევურცხვენი ვარ ჩემ ოჯახთან, უთქვამს, რომ არ თქვა არსად, რომ დევნილი ხარ. ამის გარემო პირობები მოდიოდა გარედან ყოველთვის. მოდიოდა იქედან, რომ ისე აჩვენებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, რომ თითქოს ჩვენ მოწყალებას ვითხოვდით, თითქოს მათხოვრები ვიყავით, იმის რომ ვითხოვდით იმასაც დავკარგეთ და რაც კანონით გვეკუთვნოდა. ის რაც ჩვენ აფხაზეთში დავკარგეთ, ამას ვერავინ ვერ მოგცემს ვერასდროს. მაგრამ იმ საბაზისო პირობებს, რომ ჩვენ ადამიანურ პირობებში ვცხოვრობდეთ და ამას ვითხოვთ, ამისთვისაც კი მარგინალიზებულ კეთროვნებად გვნიშნავდა ყველა ამ ქვეყანაში ყოველთვის. ხან რაღაცა სასტუმრო ივერიის ფასადის დაზიანების გამო გვანძღავდნენ, ხან სადღაც შესახლების გამო გვანძღავდნენ, ხან ხუმრობებს იძახდნენ ჩვენზე, რომ აი როგორ ყველგან სახლდებით და ხან იმაზე ბრაზობდნენ, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებდით, იმიტომ რომ ომი გამოვიარეთ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გავიგეთ და გვესმის განსაკუთრებით ჩემი თაობის დევნილებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს
და როგორ შეიძლება გააბოროტოს სიღარიბემ ადამიანი, როგორ შეიძლება მართლა კონკურენციაში შეიყვანოს პურისთვის სიღარიბემ ადამიანი. ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს არც ერთი საჯარო სივრცე, არც ერთი საპროტესტო მოძრაობა, არც ერთი აქცია, არც ერთი პოლიტიკოსების შეხვედრა, არც ერთი წინასაარჩევნო კამპანია ან პროგრამა, სადაც მე ხელი ან ხმა მიმიწვდება და იქ უბრალოდ იმის გაფიქრება მაინც არ მოუწევთ, რომ უეჭველი გვიწევს დევნილებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ სადაც ვიქნები, აუცილებლად ყველას მოუწევს დევნილებზე ლაპარაკი. დამთავრდეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი მონიშნა ან ჩვენი ჩამოწერა, იმიტომ რომ გავიდა ამდენი წელი. არ შეიძლება რომ ერთი კონკრეტული ჯგუფი იყოს ჩამოწერილი დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ ვინმე შეიძლება რამე არ ახსოვს, ან უბრალოდ სხვა რამეებია პრიორიტეტული. არაფერი არაა პრიორიტეტული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ უნიათო და უღირსმა სამარცხვინო რეჟიმმა წინა საარჩევნო პერიოდში უბრალოდ აიღო ჩვენი ტრაუმები, ხელი მოკიდა აი ამ ხელა გამოცდილებას, რომელიც მართლა თაობათა შორის გენეტიკურად გადმოგვეცემა და ამით გადაწყვიტა დაშინება სხვა მოქალაქეების, იმიტომ რომ დევნილი ვერ დააშინა ამით. რავი, ნებისმიერ დევნილს შეგიძლიათ კითხოთ, ნებისმიერ დევნილს აქვს პასუხი ომის და მშვიდობის პროპაგანდაზე, რაც აწარმოა ქართულმა ოცნებამ. მაგრამ პრობლემა იცით რაშია? არავინ არ ეკითხება დევნილს ამას. არავის არ უკითხავს დევნილებისთვის რა პასუხი გქონდა თუნდაც ამ პროპაგანდაზე. არავის არ უკითხავს დევნილებისთვის რას ვფიქრობთ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რას ვფიქრობთ ბოდიშის მოხდაზე, რომელ დევნილს შეუთანხმდეს ბოდიშის მოხდის შეთავაზება, მე არ ვიცი. არავინ არ არის ჩართო, არც ერთი საკითხი, რომელიც ეხება დევნილებს, არ წყდება დევნილებთან შეთანხმებით. და ეს აუცილებლად დამთავრდება. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები იმით, რომ ჩვენი ოჯახები გადარჩნენ და კი არ გადარჩნენ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ხმას ძალიან მნიშვნელოვნად ქმნიან დევნილობის გამოცდილების მქონე ადამიანები. და ეს ასე გაგრძელდება და დევნილების ხმა იქნება იმაზე ბევრად ხმამაღალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ზამիր კვეკესკირის ოჯახს მინდა რომ გამოუცხადო სამძიმარი და სოლიდარობა და არა მხოლოდ მის ოჯახს, ყველა ოჯახს, ვის ოჯახის წევრსაც მოუწია, რომ თავისი სიცოცხლე და სხეული შეეწირა მსხვერპლად ამ მახინჯი სისტემისთვის, რომელსაც უბრალოდ ბიძაშვილ მამიდაშვილობით დაძმობით და ვინმე ფულს გადაუხდის, ამით აქ დალაგებული საბინაო პოლიტიკა და სხვა ყველა პოლიტიკა დევნილებთან დაკავშირებით, ესენი ყველანი, როდესაც ეს რეჟიმი დამთავრდება, ყველანი დატოვებენ ამ შენობას და დაამთავრებს ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დევნილების გაჩუმებას და დევნილების დისკრედიტაციას.